მოგესალმებით ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო ისევ. მე შემოგთავაზებთ ახლა თქვენ არხ ავსტრალიური კაც ვიდეოს, სადაც წარმოდგენილია ალექს კოლიერის ვიდეო თემასთან დაკავშირებით. სახელწოდება ამ თემის არის მთელი გალაქტიკა გადადის სულ სხვა სიხშირეზე. და ალექს კოლიერი იწყებს ამ ვიდეოს იმით, რომ ამბობს 300,000 წლის უკანო, მაგრამ ზოგიერთი ამბობს 500, 1000. თვითონ შეიძლება რობოტმა ვერ გადათარგმნა. მაგალითად, მიშელ პრესი ამბობს, რომ 5 მილიარდის წინ უკან იყო პირველი ოკუპაცია, შემთხვევა ოკუპაციის ჩვენი მიწის და კოლერი თulis, რომ თulis კი არა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ოკუპანტები ყავდა ჩვენ დედამიწას და ალექს კოლერი ამბობს, რომ მიწა იყო გატაცებული ანუნაკების მიერ. ალექს კოლერი აგრეთვე ანუნაკებს უწოდებს ელოქიმებს. ელოქიმებზე ბიბლიაში ელოქიმები ბიბლიაში არიან ნახსენები. აგრეთვე ელოქიმებში ალექს კოლერი ამბობს, რომ ბიბლია მალავსო იმას, რომ იესო ქრისტეს ნამდვილი მამა იყო მაღალი რანგის ელოქიმიო. ნუ გამიბრასდებით მე თქვენ, მე იცით რა წარმოგიდგენთ სხვადასხვა ვარიანტს ფაქტებისა. რომ დარწმუნდი იმაში დაუშვათ ერთი ვარიანტი არის სწორი თუ არა, რამდენიმე ვარიანტი უნდა განიხილო და რაც რეზონირებს და რომელ ვარიანტიც იქნებით დარწმუნებული, ის მიიღოთ. თქვენ ჩემ ამბობსაც ნუ დაუჯერებთ, თქვენ უნდა გამოიკულიოთ, თქვენ გულს და თქვენ სულს უნდა კითხოთ. თქვენი გული თქვენ არ მოგატყუებთ, თქვენი შეგრძნებები თქვენ არ მოგატყუებენ. ჭეშმარიტება ძიებაში მოიპოვება და არა უმოქმედობაში. და არ დაგავიწყდეთ, რომ ალექს კოლერი არის ანდრომედიდან. ხო, ის არის ვარსკვლავური სული და არის ანდრომედიდან. და წამყვანი ეკითხება, თქვენ შეგიძლიათო მაგალითად ან დაამოწმოთო, ან უარყოთო ის ფაქტები, რაც ძველად თქმაში არის მოყვანილიო. კარგიო, თქვა ალექს კოლერმა, მოდითო ამაზე ვისაუბროთო. ალექს კოლერის ნათქვამით ანუნაკები აქ იყო 430,000 წელი, მაგრამ ყველა სხვადასხვა დათარიღებას იძლევა. კარგით, მოდით და მაშინ ნუ ჩავეძიებით. და ამ დათარიღებას კიდევ დაუმატოთ, უნდა 150,000 წელი. 150,000 წელი პლუს დამატებითი ამას 450,000 წელი. ძველი აღთქმა არისო ნამდვილი ისტორიაო, ამბობს ალექს კოლერი, მაგრამ ეს ისტორია ებრაელებს არ ეხებაო. და საქმე იმაშია, რომ ისინი იყვნენ ცნობილები როგორც იბრი, რაც ნიშნავსო მოხეტიალები და ისინი ცხოვრობდნენო პერიფერიებზე. ისინი იყვნენ ძალიან ჭკვიანი ხალხი, ძალიან გამჭრიახი ხალხი და იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ცხოვრობდნენო პერიფერიებზე და იქიდან გამომდინარე, რომ მათ ჰქონდათო კავშირები სხვადასხვა ცივილიზაციებთანო, მაბაგი თვალები მეხუჭება. არა, არ გეუბნით რომ რამე დავლია, არა, დაღლილი ვარ მეძინება და არ ვიცი, გუშინ მთელი ღამე არ მიძინია, ჩამიძინა გამთენიას. ხო და არ გეუბნით რომ ცრალი ვარ,
როდესაც მე ხარ და ძალიან მინდა მეორე ეს ვიდეო ავტვირთო და 4-ში საღამოს მეთიშება. ამიტომ აპატიეთ რომ ასე გამოვიყურები. ვერ დავწობი მაინც რომ წამოვწვე ჩამეძინება და გვიან გამეხვდება და გვიან მე წამალს ვერ მივიღებ და საჭმელს ვერ შეჭამგვია. ამიტომ დაველოდები ჩემ დროს. თან ცივა. ასაცეთ ვერ დავწვევი. ვები ჩავთი ახლა და მას იქნება გამომდინარე რომ ებრაელებს ჰქონდათ ურთიერთობები სხვადასხვა ცივილიზაციებთან, რადგან ისინი ცხოვრობდნენ პერიფერიაზეო და მეორედ გაიმეორა ალექს კოლერმა რომ იმ პერიოდში ისინი იყვნენ ცნობილი როგორც იბრი. ეს ისტორიები რომელიც მოყვანილიაო ბიბლიაში აღებულია შუმერული ხალდეური მესოპოტამიური პალესტინური და ასე შემდეგ ისტორიებიდანო და რაც ჩვენ გვაქვსო რაც მოვიდაო დღევანდელ დღეს ჩვენამდე და რაც ბიბლიაშიო ნახსენები ეს არისო შემოკლებითი ვერსიები მაგრამ მაგათმა ჩაწერეს თავისი დააფიქსირეს თავისი ისტორიები ბიბლიაში იესოს საგვარეულო ხაზი სულ სხვა ცალკე თემაა და ვინ არისო სინამდვილეში გამოსახული იესოს საფარველზე პლაშანიცაზე რუსულად პლაშანიცა მეტი სხვა თარგმანი ამას მე ვერ მოუძებნე და ავირჩიე უფრო მიახლოებული ამ ტერმინს ქართული თარგმანი საფარველი საგვარეულო ხაზი ყოველთვის მოდის დედის მხრიდან და არა მამის მხრიდან არის კიდევ განსხვავებული საგვარეულოს ხაზი რომელიც არსებობს დღეს და რომელიც იყო დაფარული და დაცული რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე ათასობით წლის განმავლობაში და მას იცავდნენ ეკლესიისგან ხელისუფლებისაგან და ეს საგვარეულო ხაზი დაკავშირებულია მაგდალინასთან მაგდალინის სახლთან Мария Магдалина сახლთან Это родословно в Риме была известна как Медичи. და ეს საგვარეულო რომში იყო ცნობილი როგორც მედიჩების საგვარეულო. მათ შეეძლოთ ხელებით კურნალობა. ისინი იყვნენ ამით განთქმულები და ბევრ მათ შთამომავლებს გადაეცათ ეს ნიჭი. პრობლემა იმაშია რომ ჩვენ არ შეგვიძლიათო ვენდოთ რამეს ისტორიიდან რადგან იყო ყველაფერი გადაწერილი იმისთვის რომ სიმართლე დაემალათ სალასთან და სარა ბრექსფორდთან ინტერვიუს შემდეგ სადაც ჩვენ საუბრობდითო ლემურიის და ატლანტიდის გამოცხადებასთანო სარამ თქვა ხო სარა ქვია სარამ თქვაო რომ ჩვენ აქ იმისთვის ვართო რომ ის დრო აღვადგინოთო და წამყვანი ეკითხება ალექს კოლიევს თანახმახართო თუ თქვენ ამ ქალბატონის ნათქვამთანო კიო მე ვეთანხმებიო ამ ქალბატონს რადგან ჩვენო თითქმის ბევრი მოსულები აქ ვართო იმისთვის რომ ვართო ლემურიიდან და ატლანტიდიდანო ჩვენ ვიყავითო ბევრ აბატარებში ჩვენ ბევრი რამე განვიცადეთო
ჩვენ ბევრს მოგზაურობდითო კოსმოსში. ამიტომ ჩვენ გვაქვსო ძალიან დიდარი გამოცდილება. ბევრი ჩვენგან იყო შავ ლიგაში და მოგძრაობდითო წინააღმდეგობაშიო. ჩვენ თითქმის ყველა მოვედითო აქ მოხალისეთ. მთელი galaktika გადადისო სხვა დონის სიხშირეზე და ორიონული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ახლა დედამიწაზე არის, სრულიად გაქრება. ხელოვნური ინტელექტის დრო ამოიწურა და იმიტომაო ესენი ასე აპოგეაში არიანო, იციანო რომ მათი დრო იწურებაო და ყველაფერს აკეთებენო ისინი იმისთვის რომ გადარჩნენო. მათ მეტი არაფერი რჩებათ. ეს არისო მათი დასასრული. მათ გონიათ რომ გასაღები დენაო სიბნელეში, ეს ყველაფერი არისო რაც მაგათმა იციანო. ისინი იგნორირებას უკეთებდნენ და უარყოფდნენ წყაროს, ღვთაებრივ წყაროს. მათ საბედნიეროდ წყარო არ იკლავს საკუთარი ხელით თავს, ამიტომ როდესაც მესამე განზომილება აიკეცება, ისინი დაუბრუნდებიან ისევ თავიანთ წყაროს, თავიანთ შავ ბნელ წყაროს. და მათთვის დადგებაო ის მომენტი, როდესაც ისინი იტყვიანო, ფუი ეშმაკს. და ისინი იტყვიანო, ძალიან დაგვაგვიანდაო. ვინც იყო ამ ორიონული მატრიცის მოქმედების ან ზეგავლენის ქვეშ, ეს დრაკონიელები. С кем? Люди, но и другие, შენი кто был под этой და ყველა ისინი ვისაც ჰქონდათო გამოცდილება დედამიწაზე და სხვა პლანეტებზეო, იმისთვის რომ ჩვენ შევავსოთო ეს სიცარიელე ქვედა მეოთხე სიმჭიდროვესიო განზომილების ჩვენი სინათლით და იმისთვის რომ დაიწყოსო განკურნება და ჩვენ ბევრს გვამეცადინებენო ამასთან დაკავშირებით იმათ გულისხმობ, ვინც ხამხამობით გამოდისო ტოვებენო თავიანთ ხელს და გამოდიანო. ბევრი ადამიანები აგრძელებენო სიარულს ხამხამობით ხომალდებზე და იღებენო ამ ინფორმაციას. უბრალოდ ჩვენ ამ ინფორმაციას ეს ინფორმაცია ვერ მოგვაქვსო უკან, რადგან ჩვენ ისევ ვერ ვძვით ამ ბნელ ძალებს. ფიზიკურ პლანს გამოვიდაო ვიდეო, ეს წამყვანი ეკითხება, ეუბნება, სადაცო გვაჩვენებენო წვრილ სინათლის სტოლბებს, რომელიც არისო დაყენებული ერთ-ერთ შტატშიო, ამერიკაში. ეს არისო ეკითხება წამყვანი, უფასო ენერგია ტესლას ტექნოლოგიის მიხედვითო? იცითო თუ არა ამის შესახებ რამე? კოლიერი პასუხობს, წლების განმავლობაში დადიოდა ოჭორები, მოუწო ძალიან მაღალი ელექტროხაზების გადამცემები, რომლებიც კვეთენ უდაბნოებს, კვეთენ დაბებს, დიდი ძაბვის სადენები, რომლებიც გადის დიდ ქალაქების ტერიტორიებზე და იყოს სამართლებრივი, ესე იგი სასამართლო განხილვები 70-იან წლებში, რადგან არ იგებდნენ მიწას ან ამ ხაზების მაღალი ძაბვის ხაზების ქვეშ, ან ამ მაღალი ხაზების გვერდით. და იყო სასამართლო გარჩევები იმის გამო, რომ ადამიანები, რომლებიც იქ იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და მithumedes ბავშვები, ავადებდნენ და მე ახატვინე. ავადდებოდნენ სიმსივნებით, უფრო ხშირად ტვინის სიმსივნებით. და ისინი თვლიდნენ, რომ ამის მიზეზი იყო მაღალი ძაბვის ხაზები. და ეს მაღალ ძაბვის ხაზები ამ მაღალი ძაბვის ხაზებს გადაქონდათ ელექტროდენი, ელექტროენერგია
რომელიც ბევრად ახემატებოდა ელექტროსადგურის უნარიანობას გენერატორში, ენერგიის გენერატორში. სხვა სიტყვით, დედამიწის რეზონანსური ველი, ეს ხაზები, ეს მაღალი ძაბვის გადამცემლები იჭერდნენ ამ დედამიწის რეზონანსის ტალღებს, რეზონანსს, რომელსაც უერთდებოდა ტესლა და რომელსაც ტესლამ იცოდა და 1883 წელს, როდესაც იყო გამოფენა, ტესლამ სინათლე გაიყვანა ამ გამოფენაზე. ანუ განათება იყო ტესლას დამსახურება. და აგრეთვე გამოფენაზე 1907 წლის სენტ-ლუის მგონი თუ არ ვცდები. ტესლამ გამოიყენა ენერგია დედამიწის ველიდან, დედამიწის რეზონანსური ველიდან და ეს მაღალი ძაბვები აგრეთვე იჭერდნენ და იყენებდნენ თავისთვის დედამიწის ელექტროველს. და ვინც ეს სტოლბები გამოიმუშავაო, აპირებენო ისევე გამოიყენონო დედამიწის რეზონანსური, უბრალოდ დედამიწის ელექტრომაგნიტური ველის უნარობა. და იქნება გადასხვის პერიოდი, როდესაც ამას ყველაფერს დააყენებენ, იქნება სახლების გადაკეთება, ანტენის ტიპების შეცვლა, კულისებს მიღმა ძალიან ბევრი რამ ხდება და ერთდროულად ახლა ალექს კოლიერი გაიმეორეს იგივეს, რასაც მე თქვენ მიშელ პერესის ვიდეოდან გითხარით. რასაკურელიაო, ახლაც მიდისო ომი ალიანსის და სიღრმისეული სახელმწიფოს შორის. მე ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ამიტომ თავს ვიკავედი ამის შესახებ ელაპარაკა. მე ხალხი მithვალთვალებდაო, მოდით მე ამით დავამთავრებ. მადლობა ყურადღებისთვის.